იმიტომ რომ ძალიან დიდი ხანი არაფერი არ წამიშვია და სახის თაბანაც კი მეზარებოდა მინდა გითხრათ. მივდივართ ახლა ჩემს მეკობარ თაკოსთან, რომელიც არის ჩემი ლამაზი მჩხლობის მუდმივი სპონსორი. იცი რომ არ გიჯერათ რომ ანტიეიჯის რამე მჭირდება, მაგრამ დიახ მეუგავაზეთ ეს მეტი მაგრამ არც მიმჯერა. მე არ ვაღიარებ თვალის კრემებს, მგონია რომ მარკეტინგის თემაა, ამიტომ თვალის ქვედა ნაწილშიც ჩვეულებრივ სახის კრემს ვისვამ და რა ვიცი ჯერჯერობით ახალგაზრდული თვალები მაქვს. დღეს გამოვიყენებ შავ ფერს მაგარს, იმიტომ რომ ჩემს ლამაზ თვალებს უფრო მეტად გამოკვეთს. მართალია მე ძალიან მიგროვდება ხოლმე აი აქ და საშინლად მაქვს ხოლმე, მაგრამ არა უშორ ამას რო ესე უხეშად და ბანზურად და არაპროფესიონალურად გადავისვამ, მაგრამ ყოველთვის ესე აი ესე ვშვები. გადავწყვიტე რომ დღეს ვიყო უფრო ყავისფერი. უკაცრავად მიეკავს მეგობარი და აუცილებლად მის შემდეგ აი ასეთი გლიტერი, რომელიც ჩემს ბრწყინვალებას ძალიან გამოკვეთს. ანუ მე ყოველთვის დავდივარ თუ კარგი ხასიათზე ვარ ხოლმე ექსტრად. აუ, ამას როგორ აფოკუსებენ ხოლმე? აი ესე გამოიყურება ჩემი საბოლოო მეიქაპი. ახლა გავიკეთებ ჩემსყვარელ საყურეებს, რომელიც შევიძინე ონლაინ სამკაულების მაღაზია ზალტაში. აი ესეთი სოკოები. გამოვყევით თაკოსთან ჩხილებზე. ჩხილების გასაკეთებლად მოვდივარ და ასეთი მომსახურება მაქვს. ვიდეოს გადაღება მივიდა ჩემი ჩხილებისთვის. ეს არკეში ლიფტის ტიბიტორო სახში სერგე მაქვს. შუბჭამი კრა. კაი გავხსნათ. და მე არ დაგвартოს. ჩემი ჩხილები. ჩემი ახალი ჩხილები. ესეც ასე დღევანდელი დღეც დასრულდა. ეს არის ჩემი დაუბანელი მის ვარცხნილობა, დიახ სუმოის ვგავარ ვიცი. ძალიან მიყვარს საწოლში გორაობა და სახლიდან არ გასვლა. მივხვდი რომ ძალიან ინსპირაციული არის ხანდახან ქუჩაში უბრალოდ სეირნობაც კი. მაგალითად ქუჩაში შეიძლება ნახო აი ასეთი რამ. ზაში რაც არ არის. სახლში ამას ვერ ნახავ.